შიშველი ხელებით ამზადებენ და მუშაობენ ხეზე. ქართულ ჭუქურთმას დავხატავ. ეს არის ტრადიციული სვანური მახშვის სკამი და ეს არის ორნამენტი მზის სიმბოლო ბორჯღალო. გეომეტრიული ჭრა არის. ეს არის მეორე ვარიანტი, რომელსაც ესეთი უკანა ფეხი აქვს და ძალიან ლამაზია. ამოჭრის დროს რა. როგორ ხდება ერთმანეთში. ძირი ხდება ფოთლოვანი ხისგან და სახელური წიწოვანი შეიძლება, უბრალოდ ფოთლოვანი ჯობია, იმიტომ რომ უფრო მყარია. და სახელური თხილისგან, იმიტომ რომ მარტივად იღუნება. ეს ლხმედიც იქიდან ქვია, ხემი. სვანურად ხემად ნიშნავს ხემს. არა მარტო ჩვენ ბავშვებს, სხვაებსაც ესე ვუკეთებთ და ჩუქნით ყოველთვის. თითქმის მზად არისო. აწმენდვა უნდა, მკინები უნდა, ჩუქურთმები უნდა. ესე? და აქ შუაში ესე შეალაგებ და მოდიხარ. ან ორი მნიშვნელობა აქვს. ხო და ეკით რომ მიდიხარ, ეხლა მაღლა მიდიხარ, არის ესეთი მძიმე. აღმართზე ადიხარ, დაღმართზე ჩამოდიხარ 5 წუთში. ბოლო დასრულებული ვარიანტი, ხო? ეს არის დასრულებული ვარიანტი. აი როგორ შრომადევს ამაში. ეს არის წონის და სიმაღლის მიხედვით. შეიძლება ბავშვსაც ათხოვო, ბავშვი სადგება და სრიალებს. ფეხი ზომაზე არ არის. ფეხის ზომაზე არ არის. ფეხის ჩაჭედვა არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ მაგაში გაჭედილი ფეხი არ უნდა ქონდეს.